მოგესალმებით მათთვის ვინც არ მიცნობს ასე ვთქვათ, მათთვის ვიტყვი რომ ჩემი სახელია გიორგი ლაცაბიძე, მათთვის ვინც ასე ვთქვათ თვალყურს მადევნებს YouTube-ის მეშვეობით. ახლა მე მინდა განვიხილო ერთი საკითხი, რომელიც ბიბლიაში არის მოცემული და გარკვეულ მკითხველებში ბიბლიის ზოგიერთ მკითხველში ასე ვთქვათ კითხვის ნიშნებს ბადებს ხოლმე ბიბლიის ამ ადგილის წაკითხვა. საქმე ეხება ადამის ვაჟს კაენს და მასზე არის მოხსენებული რომ მან მოიყვანა ცოლი და გამრავდა მისი მოდგმა და ისმება ხოლმე ასეთი კითხვა რომ ესე იგი ვინ მოიყვანა კაენმა ცოლად. იგივე ვთქვათ ვინ მოიყვანა ცოლად ვთქვათ შეთმა, რომელიც ადამს და ევას შეეძინათ აბელის სიკვდილის შემდეგ. საქმე იმაშია რომ დასაწყისში მე მინდა ერთი რამ გითხრათ რომ ზოგადად თუ თქვენ დაგებადებათ აი ასეთი კითხვა თუ ვინ მოიყვანა კაენმა ცოლად და თუ თქვენ ამ კითხვაზე პასუხს არ მოძებნით ბიბლიაშივე, უნდა იცოდეთ რომ თქვენ ბიბლიის მკითხველთა იმ კატეგორიაში ხართ მოხვედრილი, რომელი კატეგორიაც ბიბლიას კითხულობს აი ძალიან ზედაპირულად, ზერელედ და არ ცდილობს ასე ვთქვათ მთელი ბიბლია ისწავლოს, დაუკვირდეს და ბიბლიაშივე არის რა თქმა უნდა ამაზე პასუხები და მე რა თქმა უნდა გირჩევთ ეს ჩემი კეთილი სურვილია თქვენდამი რომ თქვენ გადახვიდეთ ბიბლიის იმ მკითხველთა კატეგორიაში, რომელი მკითხველებიც ბიბლიას სწავლობენ არა ფრაგმენტალურად ასე ვთქვათ აქა-იქ ამოკითხულებით, არამედ მართლაც ინტერესით სწავლობენ მთელ ბიბლიას და თვითონ ესე იგი ბიბლიის მეშვეობითვე იგებენ ამა თუ იმ კითხვებზე პასუხს. და ამიტომაც ასე ვთქვათ, აი ნუ გაჩერდებით ხოლმე ამ კითხვებზე, აი ვთქვათ თუ თქვენ გგონიათ რომ ბიბლიაში არის რაღაცა წინააღმდეგობა რომ აი მაგალითად ახლა ამას მე განვიხილავ და შემდგომ თქვენც ამაზე იფიქრეთ და ბიბლია ხელახლა გადმოიღეთ და ხელახლა წაიკითხეთ. ესე იგი მას შემდეგ რაც ღმერთმა ასე ვთქვათ ღმერთმა კაენს გამოუტანა ერთგვარი განაჩენი ასე ვთქვათ და მას მისცა მთელი დრო იმისათვის რომ მობრუნებულიყო და დაადო მას ნიშანი რომ არავის მოეკლა. ბიბლიაში ნახსენები არის ასეთი რამ, ესე იგი დაბადების წიგნში, ბიბლიის პირველივე წიგნშია მოცემული კაენის ისტორია. ჩაწერილი არის ასეთი რამ, რომ კაენი გადაიხვეწება ნოდის ქვეყანაში, მოიყვანს ცოლს და შეეძინება მას შვილები და მის შვილთა სახელებიც არის ჩამოთვლილი. და შეიძლება ზედაპირულ მკითხველს, აი დასაწყისს, ესე იგი ბიბლიას რომ გადაშლის, მანამდე რომ ბიბლიასთან შეხება არ ჰქონია, გადაშლის ბიბლიას, წაიკითხავს ესე იგი დასაწყისშივე რომ აი ესე იგი ღმერთმა შექმნა ეს ადამიცა, შექმნა ეს ადამი მას მისცა კონკრეტული მცნება, ადამმა მერე ეს მცნება დაარღვია, შემდეგ ღმერთმა მათ გამოუტანა ასე ვთქვათ განაჩენი და ასევე დაპირებაც მისცა მათ რომ დადგებოდა დრო, როდესაც ქალის თესლისაგან შობილი პიროვნება, ესე იგი მომავალში ამ შემაცდენელ ეშმაკს გველს გაუჭეჭყავდა თავს. ამის შემდეგ მოდის უკვე ისტორია კაენისა და აბელისა და ვინც პირველად ამას კითხულობს ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება მას ეგონოს რომ წინააღმდეგობაა ბიბლიაში რომ აი ესე იგი იმ დროს ჯერ ადამიანები არ არსებობდნენო და რა ნოდის ქვეყანაში გადაიხვეწაო ეს კაენიო. და შეიძლება ამ ზედაპირულ მკითხველს ეგონოს რომ ესე იგი თურმე კიდევ რაღაცა სხვა ქვეყნები არსებობდა. თვითონ ამ ნოდის ქვეყანას ასე ვთქვათ აქვს გარკვეული განმარტება
სიტყვა nodes, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ესე იგი აი როგორ ვთქვა, ესე იგი ბიბლიაში არის ისეთი ადგილები მოცემული, როდესაც საუბარი არის ამა თუ იმ ქვეყანაზე, მაგრამ იმ კონკრეტულ პერიოდში ის ქვეყანა არ არსებობდა. აი მაგალითად, ბიბლიაში დაბადების მეორე თავში ჩაწერილი არის იმ მდინარეების სახელები, რომელი მდინარეებიც მოედინებოდა ედემის ბაღის მოსარწყავად და ჩამოთვლილი არის მათი სახელები და ნახსენები არის ასევე ქვეყნები, რომ ერთ-ერთი მდინარე გარს უვლიდა ხავილას ქვეყანას. ასევე ჩამოთვლილია მაგალითად ქუშის და აშურის ქვეყნები. და შეიძლება ამავე დროს ზედაპირულ მკითხველს ეგონოს ის, რომ თითქოს ეს ქვეყნები აშური, ხავილა და ქუში უკვე არსებობდა დასაწყისიდანვე, ესე იგი ადამი და ევა რო იყვნენ, იქ კიდე სხვა ქვეყნები თითქოს და არსებობდა. მაგრამ ესეც არის ზედაპირული შეხედულება, იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ თვითონ ეს კონკრეტულად დაბადება, ეს ბიბლიის პირველი წიგნი ფიზიკურად, ესე იგი დაიწერა მოსეს პერიოდში და ღმერთი კარნახობდა მოსეს იმ ძველ ამბებს, რაც მოხდა დასაბამიდან, ესე იგი რომ ღმერთმა როგორ შექმნა ეს ცადამიწა, როგორ შექმნა პირველი ადამი, როგორ დაარღვია ადამმა მცნება, როგორ შემოვიდა აქედან გამომდინარე სიკვდილი კაცობრიობაში, როგორ დაუდო ღმერთმა, როგორ დადო პირველი აღთქმა ღმერთმა ედემის ბაღშივე იესო ქრისტეს მოსვლაზე, ეს დაბადების წიგნის მესამე თავის მე-15 მუხლში არის ჩაწერილი, სადაც ღმერთი ეუბნება შემაცდენელ გველს, რომ დადგებოდა დრო, როდესაც დედაკაცის თესლისაგან შობილი გველს გაუჭეჭყავდა თავს და ესე იგი ცოდვისგან გამოგვისყიდდა და გადაგვარჩენდა, ხო? და ეს იყო, ასე ვთქვათ, პირველი დაპირება იესო ქრისტეს მოსვლაზე. ხო და ეს დაბადება დაიწერა სწორედ მოსეს პერიოდში და ეს ამას კითხულობდნენ მოსესთან მყოფი, ამას გებულობდნენ მოსემ წაუკითხა იმდროინდელ მოსახლეობას და იმდროინდელი ადამიანებისთვის იყო პირველ რიგში ეს დაწერილი და რას ნიშნავს ეს? მე ამას იმიტომ ვიძახი, რომ ესე იგი მოსეს პერიოდში, აი მოსეს პერიოდში არსებობდა ის ხავილას ქვეყანაც, აშურიც და ასევე ქუშის ქვეყანაც და ამიტომაც არის, რომ თუნდაც დაბადების მეორე თავში რო არის მოხსენებული ეს ქუშის ქვეყანა, ხავილა და აშური, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს ადამისა და ევას დროს უკვე არსებობდა რაღაცა სხვა ქვეყნებიო, არა. თვითონ დაბადებაშივე მთლიან დაბადების წიგნს რომ წაიკითხავთ, ესე იგი ბიბლიის ამ პირველ წიგნს, ვინც მთლიანად წაიკითხავს, იქ არის ნოეს შემდეგ, წარღვნის შემდეგ, როდესაც ნოეს შთამომავლები გამრავლდებიან, სწორედ ნოეს შთამომავლებისგან იქმნება ეს აშურის ქვეყანაც, ქუშიც და ასევე ხავილაც. აი მათი სახელები არის პირდაპირ მოხსენებული ნოეს შემდგომ დაბადებულთა გენეალოგიაში. ამას უნდა აუცილებლად მიაქციოთ ყურადღება და იგივე ეს, ასე ვთქვათ, ქუშის ბოდიში ნოდის ქვეყანა რო არის მოხსენიებული კაინთან, რომ იგი გადაიხვეწა ნოდის ქვეყანაშიო, აი ზუსტად ამასთან შეიძლება გქონდეს ჩვენ საქმე, რომ ეს ნოდის ქვეყანა შეიძლება მართლაც არსებობდა კონკრეტულად მოსეს პერიოდში და ესე იგი ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ვთქვათ, აი მე თუ ვიმყოფები ახლა მოსეს პერიოდში და პირველ პირში რო ვისაუბრო,
აი მაგალითად, შედარებისთვის, აი თქვათ, მე ვიმყოფები, თქვათ, საქართველოში, ხო და თქვა რომ აი ესე იგი სიტყვაზე ვიძახი რომ აი კაენი გადაიხვეწა საქართველოში, თქვათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კაენის დროს არსებობდა საქართველო. არამედ აი აგერ დღეს ჩვენ რო ვიცით სად მდებარეობს ეს ქვეყანა საქართველო, ესე იგი კი მსმენელების გასაგონად, რომ ადვილი გასაგები იყოს, რომ აი კაენი გადაიხვეწა იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს საქართველოა. იგივე მიმართება არის აშურთანაც, ხავილასთანაც და იგივე მიმართება არის ქუშთანაც, ესე იგი ეს სამი ქვეყანა, რომლებიც დაბადების მეორე თავში არიან მოხსენებულნი, ეს ადამის დროს კი არა არსებობდნენ, არამედ შემდეგ, ესე იგი და აი ეს შეიძლება აი ამაზე ვისაუბროთ, რომ აი ვისაუბრო რომ თუ ვინმე არის ესეთი ასე ვთქვათ დამწყები მკითხველი ბიბლიისა, რომელიც ჯერჯერობით ბიბლიას არ იცნობს სრულად და მას უფრო ფრაგმენტალური წარმოდგენები აქვს, ან ეხლა იწყებს ბიბლიის წაკითხვას და შეიძლება მას რაღაცა წინააღმდეგობები ეგონოს. ხა დაუბრუნდები მე კაენის ამბავს, ესე იგი კაენმა ცოლად მოიყვანა თავისი დედმამის ერთ-ერთი შთამომავალი ქალი, ესე იგი რეალურად აი იმ დროს ღმერთისგან დაშვებული იყო ახლო ნათესავებში ქორწინება, ვინაიდან იმ დროს ჯერეთ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთია ამ კანონების დამწესებელი და ღმერთმა იცის, როდის დააწესოს ესა თუ ის კანონი და როდის გააუქმოს, ხო? აი იმ დროს დაშვებული იყო თუნდაც და-ძმათა შორის ქორწინება და შემდგომ ეს ნაწილობრივ გაუქმდა, ვთქვათ, აბრაამის ეპოქაში. აბრაამს ცოლად ყავდა ნახევარ-და სარა იყო აბრაამის ნახევარ-და და იმ დროს აი ნახევარ-დის მოყვანა შეიძლებოდა და სრული დის მოყვანა არ შეიძლებოდა ცოლად, რასაც ადასტურებს თვითონ აბრაამის სიტყვებივე, რომ ესე იგი სარაზე ამბობს, რომ იმიტომ მოვიყვანე ცოლადო, რომ ესე იგი მამა ჩემი სასულიაო, მაგრამ დედა ჩემი სასული არ არისო. ესე იგი იმ დროს ესე იგი დედმამიშვილის მოყვანა არ შეიძლებოდა ცოლად, ესე იგი უკვე ნაწილობრივ გაუქმებული იყო პირველი კანონი, როდესაც ადამისა და ევას შთამომავლებს და-ძმებს პირდაპირ შეეძლოთ ერთმანეთის ცოლად მოყვანა, უკვე აბრაამის დროს ეს ნაწილობრივ გაუქმებული იყო და აბრაამის შემდეგ უკვე გავიდა საკმაოდ დიდი პერიოდი და ღმერთმა მოსეს დროს უკვე გააუქმა ყველანაირად, ესე იგი მამისაც და დედის შვილის მოყვანა ცოლად, ესე იგი მთლიანად გააუქმა ესეც. ესე იგი საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ უნდა, ესე იგი დღევანდელი კანონებიდან და დღევანდელი მორალურ-ეთიკური კანონებიდან არ უნდა შევხედოთ კაენისა და მისი, თქვათ, ცოლის ურთიერთობას, ადამისა და ევას შვილების ურთიერთობას. იმ დროს დაშვებული იყო და ეს არ იყო გარყვნილება, ეს არ იყო სირცხვილი, ეს იყო სწორი იყო ეს და ეს ღმერთმა ასე დაუშვა, ასე ვთქვათ, აი იმ დროს და დღეს სულ სხვა კანონებია თვითონ ღმერთისაგანვე დადგენილი და ადრე მაგალითად ადამიანები აგერ ადამმა იცოცხლა 930 წელიწადი და მისმა შთამომავლებმა, აი მისი შთამომავლებიც დიდხანს ცოცხლობდნენ. მოხსენიებული არის მაგალითად ნოეს ასაკი, მან იცოცხლა 950 წელიწადი. და ზუსტად კაენმაც ცოლად მოიყვანა, რო დაუბრუნდე ახლა იმას, ესე იგი კაენმა ცოლად მოიყვანა ან თავისი კონკრეტული და ან თავისი ძმისშვილი, ან თავისი ძმის შვილიშვილი და ნუ ეს კონკრეტულად ბიბლიაში არ არის მოცემული. საქმე იმაშია, რომ აუცილებელი არის, რომ ჩვენ
შეიძლება ეს კითხვები დავსვათ, ამ კითხვებზე პასუხი ბიბლიაშივე მოვიძიოთ, მაგრამ არ უნდა დავრჩეთ აი ამ ზედაპირულ მკითხველებში, რომ არ უნდა ჩავიხვიოთ ერთი და იგივე რაღაცა და არ უნდა გვეგონოს, რომ თითქოს ბიბლიაში წინააღმდეგობაა. იგივე ადამსა და ევას რომ შეეძინათ მრავალი შვილი, გოგოებიც და ბიჭებიც, ეს ბიბლიაში ჩაწერილი არის, მაგრამ თუ ადამიანი თვითონ ამას სრულად, ესე იგი ბიბლიის პირველ წიგნს დაბადებას თუ არ აიკითხავს, მას შეიძლება ეგონოს, რომ ადამსა და ევას ამ სამი შვილის გარდა აღარ ჰყავდა სხვა შვილებიო, ესე იგი კონკრეტულად ადამისა და ევას შვილების სახელები არის მოხსენიებული, სამი შვილის სახელია მოხსენიებული, ესენია კაინი, აბელი და შეთი და ამავე დროს იქ ჩაწერილია ისიც, რომ კაინს ადამსა და ევას კიდევ სხვა მრავალი ძენი და ასულნი შეეძინა, თუ და მათი კონკრეტული სახელები უკვე აღარ არის მოხსენიებული და გადავდივართ პირდაპირ შეთის შთამომავლებზე. ღმერთი გვაცნობს ჯერ კაინის შთამომავლებს და შემდეგ შეთის შთამომავლებს. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ აუცილებელი არის ჩვენ მთავარზე გავაკეთოთ დამიზნება, ესე იგი ბიბლიის მთავარი აზრი და მთავარი სათქმელი არის იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოსყიდვა ცოდვისაგან და ხელახლა ზეციდან დაბადება. აი ეს არის მთავარი რამ, რასაც ქვია ქრისტეს სახარება, რომ აუცილებელია ჩვენ იესო ქრისტესადმი რწმენით ზეციდან დავიბადოთ და გადავრჩეთ, რომ ღვთის სასუფეველში შევიდეთ და ჩვენც აღვდგეთ ამ მკვდრეთით, როგორც აუცილებელია ითქვას ის, რომ თვითონ უფალმა იესომ დადო აღთქმა, ჩვენ მის მორწმუნეებს დაგვიდო აღთქმა, რომ ესე იგი ყველას ჩვენ აღვდგენს მკვდრეთით უკანასკნელ დღეს მისი მოსვლისას. და ეს აღდგომა იქნება სხეულებრივი აღდგომა. რას ნიშნავს ეს, რომ ჯერ ერთი სული რო უკვდავია ამას ღმერთი, რა თქმა უნდა, გველაპარაკება ამაზე, უფალი ამაზე გველაპარაკება, ძალიან კაფეო ინფორმაციებს გვაწვდის აი ამაზე და არ უნდა დაუჯეროთ ამა თუ იმ, თქვათ, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას არ უნდა დაუჯეროთ იმაში, რომ თითქოს სული არ არის უკვდავიო. პირიქით ღმერთი გველაპარაკება იმას, რომ სული უკვდავია, მაგრამ ამავე დროს ღმერთი იმასაც გველაპარაკება, რომ მარადისობაში ჩვენ მხოლოდ სულები კი არ ვიქნებით, არამედ ჩვენ აღვგვადგენს მკვდრეთით სხეულებრივად, ესე იგი სხეულებრივ აღდგომაზე აქვს ლაპარაკი. აგერ პავლე მოციქული ბიბლიაში ახალი აღთქმის ერთ-ერთ წერილში, რომელსაც ეწოდება კორინთელთა მიმართ პირველი წერილი, მე-15 თავში საუბრობს აი ამაზე, რომ ესე იგი ეს აღდგომა იქნება რეალურია და ჩვენ ქრისტიანები აღვდგებით სულიერი სხეულებით. ესე იგი ეხლა ჩვენ გვაქვს მშვენიერი სხეული და მომავალში ჩვენ გვექნება განსხვავებული სულიერი სხეული და აი ამას განიხილავს პავლე მოციქული. კორინთელებში იყო, ასე ვთქვათ, გავრცელებული აზრი, ვიღაცეები იყვნენ კორინთელებში, რომლებიც იქაურ ქრისტიანებს, ასე ვთქვათ, ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ, რომ ეს მკვდართა აღდგომაო არ იქნებაო და პავლე მოციქულმა სასწრაფოდ, ესე იგი ღმერთმა პავლე მოციქულს დააწერინა აი ეს წერილი და აი ეს პრობლემა პავლე მოციქულმა განიხილა, რომ ეს მკვდართა აღდგომა რეალურია, როგორც იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც აღვდგებით და ვინც აქამდე ქრისტეში გარდაიცვალა, ქრისტეს რწმენაში, ესე იგი ვინც ქრისტიანი იყო და გარდაიცვალა აი ამ რწმენაში, ქრისტეს მოსვლისას, ყველა აღდგება მკვდრეთით, უკვე სულიერი კანდიდებული სხეულებით აღდგებიან და იმ დროს ის ქრისტიანები, ვინც ქრისტეს მოსვლას, ასე ვთქვათ, ცოცხლები შეეგებებიან, რას ნიშნავს ეს? ვინც იმ დროს გარდაცვლილი არ იქნება აი იმ დროს, ესე იგი თუ ვთქვათ, ქრისტე მოვიდა, ქრისტეს მოსვლა დაემთხვა, ვთქვათ, იმ
პერიოდს, რომ დღევანდელი ქრისტიანები ჯერ კიდევ არ ვიქნებით გარდაცვლილები, ჩვენ სხეული გამოგვეცვლება, შევიცვლებით და ამაზე პავლე მოციქული წერს ბიბლიაშივე. და ესე იგი მთავარი ჩვენ როცა ბიბლიას ვსწავლობთ, ის კი არ არის ეხლა გამოვეკიდოთ ამა თუ იმ ისეთ საკითხებს, აი ვინ მოიყვანა კაენმა ცოლად, იქ რა ხდებოდა ვთქვათ, აი აგერ ლოტის შვილების უმსგავსი საქციელია ჩაწერილი დაბადებაში ბიბლიაში, რომ ამ ლოტის ორ ქალიშვილს ეგონათ, რომ მთელი კაცობრიობა განადგურდა, როგორც წარღვნის პერიოდში მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ მამამისისაგან, თქვათ, მამამისისაგან ალბათ, რომ წარსულში ღმერთმა წარღვნით გაანადგურა მთელი კაცობრიობა და დატოვა მხოლოდ ნოეს ოჯახი და ალბათ მათ ეს ეგონათ, როდესაც ღმერთმა ქალაქები სოდომი და გომორი, ესე იგი გაანადგურა თავისი ზეციური სასწავლით, ესე იგი გოგირდი და ცეცხლის წვიმა და აღარ აწვიმა, ესე იგი გაანადგურა ეს ქალაქები, სულ 4 ქალაქი და მისი შემოგარენი გაანადგურა, ესენი იყო სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი და როდესაც ნოეს ქალიშვილებმა ეს დაინახეს, მათ ალბათ ეგონათ, რომ სულ კაცი აღარ არის, ვინც ჩვენთან უნდა შემოვიდესო და მამამისი დაათვრეს, მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ მამამისი ამას არ გააკეთებდა, დაათვრეს მამამისი და ჯერ ერთი მიუწვა მას, მერე მეორე მიუწვა და დაიბადნენ აი აქედან მოაბი და ყამონი, რომლებიც იყვნენ შემდგომში, ასე ვთქვათ, აი გაუთავებელი მტრები იყვნენ ისრაელისა და ერთ-ერთი თუმცა, ასე ვთქვათ, დადებითი პიროვნებებიც ყავდა, მაგალითად ქვეყანა მოაბს, რომლისგანაც გამოვიდა რუთი, მოაბელი რუთი, რომელიც იესო ქრისტეს გენეალოგიაში არის მოხსენებული, აი აგერ მათესთან, მათეს სახარების პირველივე თავში მოაბელი რუთი არის მოხსენებული და ეს მოაბელი რუთი იყო ზუსტად შთამომავალი, ესე იგი შთამომავალი იყო ლოტისა და მისი ერთ-ერთი ქალიშვილისა და განა ეს სწორი იყო, ესე იგი რაც ლოტის ქალიშვილებმა ჩაიდინეს, რომ მამამისს რომ მიუწვნენ, ეს სწორი არ იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანები სხვადასხვა მიზეზით აი ასეთ შეცდომებს რო უშვებენ, ღმერთი მათ, ასე ვთქვათ, არ ანადგურებს და მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოსწორდნენ და მოინანიონ და აგერ იგივე კაენსაც რომ ღმერთმა დაადო ნიშანი, ესეც იმისი გამოხატულება იყო, რომ კაენი არავის მოიკლა და იქნებ კაენი მოქცეულიყო ღვთისაკენ, ხო? მაგრამ ზოგადად ჩვენ იმას კი არ უნდა გავყვეთ, რომ ესე იგი, აი, როგორ შეიძლება ღმერთის წიგნშიო ეწეროსო აი ასეთი გარყვნილების ამბავიო, რომ ესე იგი ლოტსო თავისი გოგოები მიუწნენო, დაათვრესო მამამისიო და როგორ შეიძლება ბიბლიაში ეს ეწეროსო, რომ თითქოს რა ღმერთი გარყვნილების პროპაგანდას ეწევა? არ არის ასე. ღმერთი ადამიანებს წარმოგვიჩენს აი რეალისტურად, როგორებიც არიან ისინი და არ მალავს, ესე იგი, აი ჩვენც ადამიანები ვართ სწორედ ცოდვად დაცემული ადამიანის შთამომავლები და ეხლა აუცილებელია, რომ იესო ქრისტე ვირწმუნოთ და ვინც ვირწმუნებთ უფალ იესოს, ყველანი უკვე გავხდებით ზეციდან შობილები ქრისტეში, შობილები და ჩვენ უერთდებით აი ამ რწმენით და შეერთებულნი ვართ აი ამ რწმენით იმ განწმენდილთა რიგებს, რომელი განწმენდილებიც უფალმა იესომ თავისი სისხლით გაგვწმინდა და ჩვენ ეს უფალმა იესომ მოგვანიჭა მადლით, ესე იგი ჩვენ კი არ ვიმსახურებდით ამას, არამედ მან, ესე იგი მან მოგძებნა, მან მოგვაწოდა ეს ინფორმაცია და მან უსასყიდლოდ მოგვცა ეს დაუმსახურებელი
საჩუქარი ჩვენ ამას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ღმერთმა მოგძებნა ჩვენ, ღმერთმა გადმოდგა ჩვენსკენ ნაბიჯი, მოგძებნა და მოგვაწოდა ინფორმაცია აი ამ სახარებაზე, სასიხარულო ამბავზე, რომ იესო ქრისტესადმი რწმენით ჩვენ მოგვეტევება ცოდვებით